მე ვიყიდე ახალი პრაიმები და დღეს 4-ს დავაგემოვნებ. მოვინათა დაგემოვნებები და მაქვს უკვე რამოდენიმე ვიდეო მზად დაგემოვნებების და ამიტომ გამიხარდება თუ ურებთ გამოიწერთ არხს და გავიხსენებთ ძველ დროს. და რა თქმა უნდა პირველი ვიწერთ ბარსათი. და მე დღეს მაცია პორტუგალიის ფორმა. მეგობრებო. მაგოუთმა გუში გაიტანა 2 გოლი. პრაიმზე კარგს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ პრაიმი რამდენჯერაც დავაგემოვნებთ, იმდენჯერ არ გაგვისწორდა, მაგრამ მოდი ბარსას თუ მოგვეწონება. რომელიღაც ძოგემოს მახსენებს და არ მახსოვს რომელს. მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ არის ცუდი. ახლა ბარსელონასიც ცუდი როგორ იქნება. მე მკიდია უკვე რა, ადრე რო ვიძახდი რეალისკენ ვარ მეთქი, მკიდია. მივხვდი რომ საერთოდ ფეხბურთი მკიდია. ბავშვობის მე ფეხბურთზე არ მიყურებია. რეალი კი არ მიყვარდა, რონალდო მიყვარდა. ასე რომ ფეხბურთზე კიდე გინ ბარსა გინ რეალი გადაგიჭამიათ ერთმანეთი. დრაგონ ფრუთისგან შედგება. მაგრამ დრაგონ ფრუთს არ ქონა ესეთი გება. ჩემდა გასაკვირად ამ პრაიმს უწერ 10-დან 7. ვინც მიცნობს იცის რომ მე პრაიმების დიდი მოყვარული არა ვარ. და ამდენი რეიტინგი მეგონი არ დამიწერია არასოდეს. თან ახლა ჯიგრებს მაგარი დარხეული აქვთ ამერიკაში რა. ამოყიდვების სექციაში არიან ყოველთვის და ისეთი ფასდაკლებებით ყიდიან ამ პრაიმებს, რომ არავინ არ ყიდულობს, აი ყველას ფეხებზე ყიდია რა. და შემოგჩა ჩვენ, მეგონი იქაც სადაც ვიყიდე ეს, ის ხალხი გაკვირებული მიყურებდა რომ რატო ყიდულობ მაგას. უჩივიან რაღაც ნივთიერებები იპოვეს რომელიღაც პრაიმში, რომელიც ძალიან მავნებელი ადამიანისთვის. არსონალს ფანებო, ენაცვალეთ რა. რეალს არ აქვს პრაიმი. შემდეგი არის KSI's Edition. KSI The Nightmare აწერია. ეს არის KSI's ringის სახელი, The Nightmare და ყველა მაგაზე იღადავებოდა. როდესაც თქვა ეს. Finish. I am the nightmare. KSI. Top cringe მომენტი იყო სამყაროში. გემო როგორი ექნება. მარწყვის კრემის გემო აქვს. ამარა. ვაუ, დედას გეფიცები თუ იტყუებოდა. მართლა მომწონს. რა მჭირს ბიჭო, რა მე მეკეთილი გავხდი ამ ბოლო 2 წელში. ან ამათ მაისწავლეს გაკეთე. ეს ძალიან კაია, ამას 10-დან 9-ს უწევ. მე საერთოდ რო იცოდეთ, მარწყვის ყველაფერი მომწონს. აბსოლუტურად მარწყვი მიყვარს ძალიან და მარწყვის ყველაფერი მომწონს და ეთყობა და მკერა KSI. ამას დაუწერ 10-დან 9-ს. ვაფშე არ მინდა რომ პრაიმი ვაქო, მაგრამ მიწევს რა ვქნა, მართლა კარგი. და ეს ახლა დავამუღამრე ლოგოზე პირდაღებული KSI არის. KSI არასოდეს არ მევასებოდა ბავშვობაში. PewDiePie-ის ფანი ვიყავი ხოლმე რა, რამდენი იყავით PewDiePie-ის ფანი. და მახსოვს რომ ერთ პერიოდი მაგარი ემტერებოდა ხოლმე PewDiePie-ის და ძალიან არ მევასებოდა ხოლმე KSI. ყველას რო ევასებოდა KSI, საიდმეში მე მევასებოდა Road to Show-ს სულ. და ნუ ცაკეთს KSI-ც არ მევასებოდა და არც საიდმეში არ მევასებოდა და საიდმენი დატოვა. ჯიგარმა და დაიწყო რაღაცა შორტების ისა რა. რეზი ერთ-ერთი უნიჭიერესი კაცი არის აგერ ინსტაგრამი და აქ დებს ხოლმე ხშირად იუთუბერებს, ანალიტიკებს, შეჯამებებს რა დაუშვა შეცდომა, რა არ დაუშვა შეცდომა და ასე შემდეგ და KSI-ის გამომუშავებული თანხა თუ ნახვები დადო ერთხელ სტორიზე. იმიტომ რომ დაიწყო KSI-ის შორტების დადება. ხო და ძალიან ბევრი დაუგროვდა რა. ვიში კი გამიელო რომ მეთქი რამე არის ჩალიჩოსკო და აი ეგრე აგიხდეთ ყველაფერი 2 თვეში. დატოვა საიდმენი მაგ ყველაფრიდან და ზუსტად მაგ შორტებზე დაიწყო საუბარი. ამიტომ ეს მეგონი შენ წაახალისე, ხო იცი? ერთი მაგის კარგიც მაინც არ მევასებოდა, არც საიდმენში, არც ისე, არც ასე. ლოგან პოლი ხო მეზიზღება და როშეუერტა ხო მეზიზღება, მისტერ ბისტიც ხო მეზიზღება, KSI-ც ხო ყველა მეზიზღება, კაროჩო. მე მევასებიან ძველები, Markiplier, Jacksepticeye, PewDiePie, ეგენი ძალიან მევასებიან. ბოლოს ოდესაც მაგ Mr. Beast-ის ვიდეო არც მახსოვს. даже Mr. Beast gaming ვიდეოები უფრო მევასება, ვიდრე Mr. Beast-ის ვიდეოები. მე მგონი სამყარო იხილება. ხო და ჯიგარმა აგერ დატოვა საიდმენი და მინდაო ფიცზე, საიდმენზე და Mr. Beast-ზე დიდი ვიყო და შევეჯიბრო და სოლო კარიერას იმას ვქნა. მივაწვეო და რაღაც brain rot content-ს იღებს და დედას გეფიცები. ჩვენ ხო ქართველებს ეს სცენი რომ ვაკოპირებთ ყველაფერს რა და ეგ ზოგადად ისედაც ხდება ხოლმე რა. თუ შოუ გავარდება უცხოეთში, ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი იგივენაირი პაროდია ან იგივე სტილის შოუ კონდეს. მაგრამ ჩვენც ახლა გადმოგვაქვს რა ზოგი ფიქრობს, ზოგი ვერ ფიქრობს, მაგრამ მე არ ვეწინააღმდეგები მაგ რაღაცას. ხო და ეს რო თავისი ძმაკაცის კონტენტს იპარავს და იმენა ერთ-ერთში, რასაც Mr. Beast აკეთებს, იმას აკეთებს და რასაც Speedy აკეთებს, იმას აკეთებს. და მე
ითვლება რა. დაბალ ბიუჯეტიანი Mr. Beast-ი არის. ის რომ 10,000-ს ათამაშებს, ეს 1000-ს ათამაშებს. მაგრამ ამას 10-დან 9. აი კბილები მიკრაჭუნებს ამას რო ვამბობ. შემდეგი არის Red Chill Prime. ამის გემოები არის ალუბალი, ფორთოხალი და ანანასი. ერთ-ერთი ალბათ ჩემ ფავორიტი კომბო. მაგრამ ნახოთ ახლა როგორ გაამართლებს. საკ-საკი ყველა აღებული ხილი მევასება, ეს არ დამევასა. ზედაჟავია. ეს არისო გასაგრილებელი პრაიმიო, მაგრამ დასარეფრეშებელიაო, მაგრამ დამარეფრეშა კი არა, თან ისა რა ჟავია რაღაცნაირად და არ მევასება. ამას უწერ 10-დან 3-ს უწერ ამას. არ მომეწონა. შეიძლება აი გემონების საკითხია რა, მაგრამ მე არ მომეწონა. ამას წინათ 20 დაბადების დღეზე ვიყავით, შევხვდით იუთუბერები ერთმანეთს და ვიხსენებდით ძველ კონტენტს და ასე შემდეგ და გავიხსენეთ როგორ დაიწყო დაგემოვნებების ეპოქა მაშინ YouTube-ზე. გახსოვთ 2024 წელს რა, უმეტესად ხო იყო სტანდარტული დაგემოვნებები და დეგუსტაციები და ჭამები და თოხლაობები რა, შაურმა, ხინკალი, ქაბაბი გადატყმული იყო უკვე იმას, მაგრამ მე მქონდა ასეთი იდეა, რომ ბევრი ეგეთ საჭმელი ყოველდღიური არ არის, ყოველდღიური არის მაღაზიაში რომ სნექს ან გამაგრებელ სასმელს ან შოკოლადს რაღაცას მოვკიდებ ხელს და წავიღებ და გზაზე შევჭამ. ხო და ალბათ ყველაზე რეალისტური ეგ აღმოჩნდა და ძალიან გაგისწორდა თქვენ და თელ YouTube-ს გაუსწორდა და მაშინ იყო თელმა YouTube-მა დაიწყო სნექების დაგემოვნება, გახსოვთ ხო? აი ყველა იღებდა ჩათვალეთ რა იმ სნექებს. მე ბევრი მლანძღავდა რომ YouTube-ი გააფუჭო, ხო და ახლა აღარ იღებენ ძმებო. ჭამის კონტენტი ისევ დარჩა, სნექები აღარ არის, ხო და თუ ვიდეოს დალაიქებ, დაკლიფავთ, მეგობრებს გაუზიარებთ და ასე შემდეგ გარს გამოიწერთ. მე მეცოდინება რომ თქვენ ეს ისევ გიყვარს და დავაბრუნებ ძველ დროს. მე თანახმავთ. 10 კილო დავიკელი. აი ეს ბარაგი მაგ 10 კილოს. არხი გამოიწერეთ, ძალიან გამახარებთ და ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ. არხი გამოვაფხიზლოთ. ვალოდით. და ჩვენი ბოლო საორნოვა ასე აწერია. და როგორც სახელით ხვდები, ალბათ ჟავე იქნება და ეღარ ამას დაუძახებ ჟავე, ალბათ ეს იქნება მთავარი ჟავე. ამის გემოები არის ციტრუსი, კენკრა, ყურძენი და ვაშლი. მეგონი მართლა ეს იქნება უფრო ჟავე და ყბის თამაში დამეწყება. ამაზე მჟავე ნახდად არა, მაგრამ წამლის გემო აქვს. როგორი აქ იცი? აი ეს პირდაპირ გიმჟავებ და ეს ნაკლებად. ყველაზე მეტად ვძნობ ყურძენს. ოღონდ რომელ ყურძენს იცი? შავ ყურძენს. მენა შავი ყურძნის და რაღაცა მძიმე სასმელია, თო ვაფშე ანუ ვაფშე რო არ უხდება პრაიმის ისეთი მძიმე სასმელი არის. არა იმას ცუდი არა. 10-დან 5 ამას. მესიმად ხო გამოუშვა პრაიმის გავსი სასმელი მას პლასი და იდენტური იყო ვიზუალურად რა და მე იმათმა ხო უჩივლეს თუ რაღაცა ქნის არ მახსოვს რა მოიგეს არ მოიგეს აღარც მიდევნებია თვალყური მაგრამ დაიჯერებ რომ მეთქვა რომ ის იყო ყველაზე ცუდი რაღაცა რაც კი გავსინჯე ეგეთი ცუდი რაღაცა ჩემ პირხახაში არასოდეს ჩასულა ვახ ცოტა ისეთი იყო მაგრამ იდეას მივხვდით რა ვიგულისხმობ ისეთი ცუდი იყო მე მგონი აღარც შემოაქვთ და აღარ მინახავს მაღაზიებში ისევ არის ის დამიწერეთ კომენტარებში მე გპირდებით მეგობრებო თუ დავინახავ support-ს აუცილებლად ვიშოვე კიდე სხვა გემოები პრაიმის ან ნებისმიერ რაღაცეების აუცილებლად დავაგემურებ და დამიწერეთ კომენტარებში რისი ხილვა გსურთ რა შევადაროთ ერთმანეთს გამომიწერეთ Instagram-ზე short content-ს უფრო ხშირად ვდებ ვიდრე long form content-ებს წელს იმედი მქონდა რომ 100,000-ზე ავიდოდი მაგრამ რატოღაც კიდევ გადაიწია ერთი წუთი მაგიზლოდიმა და ავიდეთ 80,000-ზე მაინც ჩვენთან იყო ბენი და კარგად იყავით